გათხოვება კარგია. დედა. ბახში დროზე ჩაიჭი. სანდრო, კამე. აი მე რა იყო? ნინო, შენაღად გადაგიძა. აი რა. ვარ მიდი ესენი სანდრო აიღე შენი ისინი რა. რატო იმას სანდრო, თუ მოვედი, სანდრო რას გიზა ვიცი? ალექსანდრო მიდი ახლა ჩემი მეგობრები უნდა მოვიდნენ. გეხვეწები ჭკვიანად რა ჩემი კლასელები არ მინახავს. რამდენი ხანია? მიდი გაიყანე ბავშვი. წამო. ერთი წუთით რა. მოვდივარ. ჩემი გოგო. გადირა დედა გეხვეწები რა ეს მამა შენის მაიკა წაიღე რა ეს რა პატარა იყო ბოლოს საყვარლები გაიზარდე ხო ალექსანდრა მოდია ეს რატო დააგდე ნერვებს რატო მიჩნი გოგო რატო მიჩნი ნინო მიდი ხა დროზე ეს მამა შენის ოთახში შეკეცე აუ თაც მოდი ცოტა ხანი მოგისხდი და მოგვიყევი როგორ ხარ აშვები მოგვენა კარგა შავიცე ოჯახში და რაღაცა ძალიან ბედნიერი ვარ იცი იმიტომ რაღაცა აი მე ვფიქრობ რომ აი ნაადრევად შექმნილი ოჯახი არის ბედნიერება აი რაღაცა ადრეულ ასაკში დედა ხდები თანის ბავშვები ჟრიამული ხო ხდები ძალიან საყვარლები არიან ყველა და აი ესე ბედნიერად ცხოვრობ თქვენ აშვები გადი თამაშო მიდი რა ის რა ქვია აი აი გადახედე რა მისა ლაშას მუსიკები უნდა ეყაროს მომეცით ამ საქმეს გავაკეთებ არა ეს არის მარტო თან გავაუთებ შედი ნინო შედი შეიყვანე ბავშვები წამო მე რამდენად მითხარი არ გავახუტე გოგო ой მოდი ძალიან ბედნიერი ვარ და კარგად ვარ ქერაში დაჯექი მოდი რა გოგო რაღაცაზე მინდა რომ დაგელაპარაკოთ რაღაც რჩევა მინდა თქვენგან და მაგიტომ მოვედი ვარსა რა რჩევა რაღაცა მჭირდება რა რჩევა მოიცადე ის რა ქვია სანამ იმას დაიწყებ რაღაც ყავს დალებთ კი მე უშაქრით უშაქრა მინდა მე შაქრით ნინო ეს გადააგდე ნინო გეხვეწები გოგოებს ის რა ქვია უშაქრო რა ორი ყავა უშაქრო მოუტანე რა აი მიდი ხო მოიცადე თაც ხო გოგო მოკლედ გოგამ თხოვა ხელი და არ ვიცი რა გავაკეთა არ გათხოვდე აჰა დედა ყავა არა უნდა გათ ნინი რა არის ეს ყავა ნინი სათამაშოებით რატომ მოიტანე ვემე დედა ყავა ნინი სათამაშოებით რატომ მოიტანე ნინი რა გოგო ნერ ეწოდით რა არა მოიცადე გააგზეთ ახლა მოვიტან და არა მოვიტან მართლა არ შეწუხდე რა მოვიტანე ისწოდით ხო კაი ხოდა მოკლედ რა ვიდეო რატო არ გავთხოვდა რატო არ უნდა გათხოვდე შენ კიდე და ვერ ხედავ რატოც არ უნდა გათხოვდე არა ძალიან კაია მართლა იცი ატემპტა რო გათხოვდები აი მართლა გეუბნები აი ჩაბარდები პატრონს და დაისვენებ ძალიან მაგარია თათე შენ დასვენებული ხარ კი ანა კი ძალიან მაგარია მართლა გეუბნები ხო კაი შენ კაი თათიას მითავი შენ მიდი გაგზეთ გაგთან ბოსტონს დავჭირდა მომისმინე ანუ რო გათხოვდები ცია და გაითვალისწინე მან დამთავრდება შენი თავისუფლებაც შენი ყველაფერიც და ქმარი როგორია ხო ისი კაცები საერთოდ ძირითადად როგორია ნასკი გამხადე არა ეხლა ანა გეხვეწები რა მას ეს არ არის არ შეგაშინა ჰალო მოდი ერთი რა მოდი ერთი ნასკი გამხადე რა ხო მიდი მასი არ არის ანი მიხდი მართლა არ არის შენ თასფიცა ვარ იმიტომ რომ ძალიან ინდივიდუალურია ეგ სანდრო გაიგანე რა გითხარი სანდრო ხოდა ხო კაი ეს არ არის ინდივიდუალურია ეს მაგრამ სამაგიეროდ მისმინე
კაცია მაინც კუჭზე გადის ყველაფერი მაგათთან და მოუნდებათ მე საჭმელი გააცხელე საჭმელი რა გვაქვს არ არის სადრო რა საკეთე აი ბავშვია სადრო რა საკეთე სადრო რამდენჯერ გითხარი მე შენ სადრო რამდენჯერ გითხარი მოგარტყავე ხა ესე ჩეხედი გადექია აიმე ნინი მოდი აქ ნორმალურები ხარ ხალო საჭმელი გვაქვს ნინი აიცხელე გავაცხელე ნინი აი სანდრო მოისმენი გაცხელებულია რომელი ბორში არ აქვს მნიშვნელობა გააცხელე კატლეტის არის არ მინდა ყველაფერი გააცხელე გამოვა კაი მზად არის აი სარი ოჯახი და ბედნიერება გადი ბიჭო გადი იქით როზე გადი ისე შვილო შენც გაიქეცი თორე გინდა აუ არ ვიცი აი შოკი მაქვს მართლა შოკი კი არა ის გიქნება მე თათი გოგო ძალიან საყვარლები არის დახმარება ხო არ გოგო არის რასასურია ყველაფერი მზადა მაქვს თაიცი რა არის ახლა ზე დავფიქრდი იქით რა გავედი რა ქმარი არის ადამიანი რომელსაც ყველაზე მეტად უყვარხარ ანუ შენი პრობლემიანად ანუ ხოდები გიხუტებს და გეფერება და უყვარხარ დენდობი ხო ნატაშა ძვირფასო გინუცო ხო საათი გამოვალ რა სანამ მოვალ რა გაცვლით დაბ ზევით აუ მე რო გიყიდე ხო ნატაშა ვინ არის ხო ცოლი დაეკიდე კაცო რა აი ნახავ საათი აი ანუ ვისაპარაკებ ნატაშას ვინაა ნატაშა ანუ აჩოტები უნდა გაბარო ახლა ვინ არის ნატაშა თუ რა გინდა გამაგებინე არა ხო მაგრამ ვინ არის ნატაშა ვინც არის ნატაშა ის არის ნატაშა რა მნიშვნელობა აქვს სად მიდიხარ ანუ ბარსად არ მივდივარ ამ ეტაპზე საჭმელი გამიცხელე გაცხელებულია ხო დაასხი და მოვალ დასხმულია და ნატაშა ვინ არის დაასხი საჭმელი და მოვალ ანუ ვინ არის ნატაშა აი თათი ხო და ანუ იმას ვიზახი რა ქმარი არის ყველაფერი და როცა შენ ქმარს უყვარხარ და სიყვარულია ეს არის ნამდვილი ოჯახი და მოიცა გათხოვდით სია და ამოისუნთქებ შენ ხარ ფიცავარ ამოისუნთქებ სანდრო რა გინდა მოდი ახლა და აიღე შენი სათამაშოები სანდრო ის რაფია მაინც ფიქრობ რომ ანუ მაინც გართობა მიყვარს რა კლუბები გულაობა ცეკვები რაღაცა ანუ ჯერ არ მინდა ეს ყველაფერი ალბათ კლუბი არ სწორებს რა კლუბი მაგარია თან გაიხსენი ახალგაზრდობა აი ისა ერთი წალი ჩვილო აი ნინი გაიყვანე ნინი ერთი წუთით ხო შეიძლება რომ ამომასუთქო ძალიან გამკრებია თქვენი იცი რა კლუბი ხალხ ვაფრეთ ხო ან კლუბში რანაირად უნდა გაერთოთ აი ამ ხელა გოგოები კაი დავუშვათ ხო აი ახლა ხა წარმოვიდგე რომ მივდივარ შევედი კლუბში თვალები დავხვიჭე რაღაც ხო მაგარია კლუბში წინ ტიპია რას დალევ მეკითხება კონიაქს შენი სახელი თათია თქვენი ხმაური მუსიკა მიდი აია შარვალი დააუთოვე დააუთოვე შარვალი შემომიტანე მოდი წაიღებ გოგოებთან ვარ არ მაინტერესებს შემომიტანე შარვალი მიდი თათი შარვას მივტან უბეში გახეული რატომ გაქვს დაკერე მე წაიღე და დაკერე და მომიტანე და თახტები ხო აუ რავია თათი მოდი ორი წამი ჩამოგვიჯექი რა დაჯექი მართლა ცოტა ხანი რა ორი წამი ხო კაი თვალები ესეთი ამოღამებული და ჩაშავებული რატო გაქვს არ გძინავს საერთოდ ბოლოს როდის დაიძინე კი გოგო როგორ არა 3 დღის წინ 3 საათი მეძინა იცი რა მაგრად ვაუ 3 დღის წინ 3 საათი კაი ხო მოკლედ კიდე ერთი ამბავი მაქვს ისე რომ იცოდეთ შეიძლება გაიგეთ უკვე რა ეკუნა რო ქმარს გაშორდა კარგი
Რაღა რატო გოგო, რაღა რატო გეხვეწები? ანუ ყველაფერი ეკუნაზე იყო. ბავშვობის მოლა, წაყვანა, წამოყვანა სკოლაში, საჭმელი, გაკეთება, ეს თავის ქმარი ხომ თვრალი მოდის, ყოველდღე მოდიოდა და აი რა ვიცი, ერთ ამბებში იყო, არაფერში არ ეხმარებოდა, საერთოდ, ანუ ფინანსურადაც არ ეხმარებოდა, საერთოდ არაფერს არ აკეთებდა, ეკუნაზე იყო ჩამოკიდებული ბავშვები, აი რა ვიცი, ყველა და ბოლოს დააგვირგვინა საერთოდ უღალატა. კაი, გოგო, რა სამბობ? და რა მაგის გამო ეკუნა დაშორდა? როგორ მეკუშის ხალხო თქვენი? და თქვენც ხარსობავთ, ხო? ეკუნას. ხო, აფრენ. ანუ ეს აშენებული. ეს აშენებული ოჯახი ეკუნამ ესე მარტივად დაანგრია თქვენი აფრენ ხალხო? ანუ რა მოხდა? გოგო, უღალატა შენ კი. ანა რა მოხდა? და შენმა ქმარმა რო გიღალატოს რა ხო, რა სიზამ. სიზამ შენ მაგ დროს? ამიცია დიდი ამბავი, მთავარია მე არ გავიგოთ, ორი დიდი ამბავი, ხა კაცმა სადღაც ერთხელ თუ რაღაცა გაიქცა და რაღაცა როდის შეგეცვალა ეს ფსიქოლოგია? მართლა არის თამახოდა და თავი. ბავშვმა გაიღვიძა, შემოვედი 2 წუთია, გამომართი დააძინე. აუ, გთხოვ 1 წუთით რა. გეხვეწები რა. 12 წელი არ მინახავს გოგოები, ცოტა ხანი წაიყვანე დააძინე. შენთან რაში მაინტერესებს გოგოები, რამდენი ხანია არ გიქ? შენთან ვარ ცოტა ხანი რა. არ მაინტერესებს, ეხლა არჩენი დაქალები და არაფერი, გავდივარ მე რა. მოდი ერთი წა მომისმინე. ხო ის ექსკურსია აქვს ბავშვებს, კატლეტი არ მაინტერესებს, გოგო, შენი ექსკურსია და კატლეტები არ მაინტერესებს, გოგო, გეუბნები რა. დედა ხო ხარ და მიაქციე, ბავშვს ყურადღება და კატლეტებსაც. ხო, ნახე 1 საათი და არ მაინტერესებს, 1 საათი ვერ დაგასწრე. მე უნდა დავალაგო და გასასვლელი ვარ, არ მაინტერესებს. ცოტა ხანი არ გახვიდე, დაურეკე ნატაშკას სადმი. ვერ დაურეკავ, ეს არ დაურეკე და უთხარი რომ გეხვეწები შენ სიცოცხლეს მიდე 1 საათი არ მაინტერესებს. ფეხებზე მკიდია შენი კატლეტი, რატო ვერ გავა? არ მაინტერესებს. შენ თავთვის არ მაინტერესებს. 12 წელი არ გასასვლელი. 2 საათი არ მინახავს ნატაშა გასასვლელი ვარ. კარგად. აუ ხო დამავიწყდა რა. შენი ნომერი რო დაუტოვო რა. ბოდიში? არა, არაფერი, ბოდიში არ გინდა, რო დაუტოვო ნომერი რა. სულელია მე, მაგ მოგწე მეკობრულა. აი, სარი ჟრიამური, ყოველ დღესე ვართ ოჯახში. ხო და ნინი, მოდი ერთი წამი ნინის შვილო, მოდი ერთი წუთი. წაიყვანე ეს, წაიყვანე. დაჯექ ცოტა ხანი ჩახრია გამოუცვალე რა, ნიკ თხოვ რა. დაჯექ ცოტა ხანი და როდის ისვენებ გამაგებული? გოგო, ვისვენებ, კი სულ ვისვენებ რა. როდის ისვენებ? ანუ ბავშვი რო, რა ვიცი, ძინავს ბავშვს თუ როდის ისვენებ? არა, გოგო, ელეს არ ძინავს, საერთოდ არ ძინავს, ხო ისი, ვაფშე არ ძინავს, არ ევასება ძილი მაგრამ. აბა ბაღში რო არიან და სკოლაში? არა, ალექსანდრე საერთოდ ბაღში არ დადის, სულ მიცირდება და სუცხური გასდის და არაზოს არ დამყავს ბაღში. აბა როდის ისვენებ შვილო? რა ვიცი, გოგო. გოგო, სხოთიშოს კვირაში ერთხელ სულ ვისვენებ, იცი რა კარგად? ანუ კვირაში ერთხელ სუგული მიმდის და გადასხმა მიჭირდება. ბუჟდები და წინა კვირას მაგალითად რო წამიყვანა. დედა ჩემა ერთი კვირა შეერთებული ვიყავი პაპარაძე და ძალიან გამოვიცი. ისეთ გასიებული მოვედი. ხან აი რომ რეანიმაციაშიც მოვხდი 1-2 იქაც კარგად დავისვენე. აი როგორ ვისვენებ ხოლმე კარგად. მართლა ძალიან კარგად ვისვენებ. მართლა ვისვენებ ხოლმე. თქვენ სოცხოს ფიცა ვარ. და ზოგადად ის რას ვიტყვი რომ ანუ გათხოვება და ოჯახი მართლა ძალიან კარგია, იმიტომ რომ ოჯახი არის სიწმინდე, შვილები ძალიან, ანუ მრავალშვილიანი დედები ყოველთვის არიან ბედნიერები. ოჯახი სადაც ჟრიამულია, სადაც მხიარულებაა, სადაც ბავშვების ჟივლხივილი ისმის ის ყოველთვის არის ღვთისგან დალოცვილი ოჯახი და მე მინდა რომ კიდე მყავდეს დამატებით 4 შვილი, ანუ 8 შვილი მინდა. მე მინდა რომ მრავალშვილი. სადრო გადიიქით. გადიიქით ნინი რაკი. მოგით ბავშვებო რა. გაიყვანე. გადავწყვიტე რა, რომ აღარც გათხოვება მინდა, აღარც ქმარი, აღარც შეყვარებული, აღარც არავინ და დროზე ხვა. აი აქედან გავასწროთ. კარგად თან, იმედნიერე ნახვამდის, კარგად. მოდი, გადით იქით. სია რატო მოდით გოგო? ჯან გადით იქით. სესხის სკოლის ბანკეტისთვის. აი აქ მომიწერეთ ხელი.
დასაყვალები ხარ. კი ბატონო, თქვენი შესხი დამტკიცებულია. ეხლავე, მე სახაზავი არ მაქვს. აი ამას ნახევას თქვენ გაგან, ან ნახევადი ჩემთან შევა. ნახვამდის და თუ შეიძლება შემდეგ შემოვიდე. გამარჯობა. გამარჯობა. მოდით. მოდი, შემოდი. ახლა რატო? მთელი ცხოვრება მე რატო უნდა გათხრიე და ჯექი? გამარჯობა. მოგესალმებათ ჩვენი ბანკი. ჩვენი ბანკი არის ყველაზე მეგობრული ბანკი, სანამ გადახდას დაიწყებთ. სასიამოვნოა. მოკლედ ბავშვს აქვს ბანკეტი. ძალიან სასიამოვნოა. და სესხი გვინდა რომ გავაკეთოთ ბანკეტისთვის. ძალიან სასიამოვნო მიყვარს ბანკეტები. თქვენი პირადობა რომ მომაწოდოთ. ჩემი პირადობა კი ბატონო. აი, ნებეთ. ვაიმე, როგორი ღიმით პირადობის მოწმობაში. ხო, მაგ დროს არავის ბანკეტი არ იყო და მაგითო ალბათ. ბატონო, ჩავიწერ მომაცემებს. სერცხოლია ხა დაიწყე. აფერი არ არის სერცხოლია. აქედანვე მომიშლი ნერვებს. გულდასვით გისმენთ. სესხი რამდენ პროცენტში გაქვთ ეგ გვაინტერესებს? იცით რა არის? ეხლა ჩვენ გვაქვს ჩვეულებრივი ცეცხლები, რომლებიც არის 35%-ში, მაგრამ შემახსენეთ ბანკეტისთვის კიდეთ. კი, ბანკეტი აქვს. აი ბანკეტისთვის გოგონა ეფექტურია თვითონ და აი ბანკეტიც რომ ეფექტური იყოს, მოდი სესხსაც ეფექტურს შემოგთავაზეთ. რამდენ პროცენტიანია ეს ეფექტური სესხი? ეფექტურ 44%-ში. ხო, გინდა. რა გვინდა? ეთიძოდი 44% რა ამბავია, გოგონა სესხი. აუ მა კარი იყოს 40%-ში. აბა მოკლედ რა პირობები გაქვთ რომ გავგვაცნოთ? კარგით, მაშინ ჩამოყალიბდით, აბა რა გინდათ, რამდენი გინდათ და მომახსენეთ. კარი, მოდი დავიწყოთ. ხარ დაჭირდება ბანკეტისთვის. დავიწყოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის აუცილებლად კაბა. კაბა გვინდა აუცილებლად. კიდე რა გვინდა დედა? კიდე და გვინდა აუცილებლად თმა და მაკიაჟი. თმა და მაკიაჟი. ბანკეტის ფული. ხო, ბანკეტი. ნუ სადღაც 1500 ლარი ალბათ. და სამკაულები. სამკაულები 1500 ბარემ 2000 ხორჯობია, იმიტომ რომ გზის ფულის კონტეს ჯიბში. ხო, მართალია, კი. 2000-ზე გავაკეთოთ ისა განაცხადი. ხო, აი ხა ჩატში დაწერეს კიდე რომ გადამღების ფული უნდა დავამატოთ, ხო? რომ გადაიღოს 2500 კი ბატონო. ხო, 2500 ყოფნის. ხო, სამკაულები არ დაგვავიწყდეს რა. ახალები და ყველაფერი. სამკაულები 3500 გვეყოფა? ექსკურსიის ფული? აუ, კი. მიამატე. მოკლედ 4000 და გამიფორმე. აუ, ეხა დავიანგადიშე და იცით რა არის? მოდი მე 15000-ზე შეგივსებთ. რა იცი და გაგახსენდეთ. ხო. მაინც დაწუნებულები ვართ. 15000 რა ამბავი არ გადამრიოთ ეგ რა. აუ, კარგი რა. აი, 15000 იყოს. ფეხსაცმელი. აუცილებლად მინდა 2 წყვილი. 2 წყვილი კი. კი. 2 წყვილი ფეხსაცმელი რა თქინდა შვილო? ერთი მაღალქუსლიანი ფოტოსესიისთვის ხო და აუცილებლად და მე კიდე დაბლები რომ ვიცეკო და გავერთო რა ფეხი ვერ მეტკინოს მაშინ რა ვქნათ იცი მამა გენაცვალოს საშუალო ქუსლიანიც ხوار გავაკეთოთ იმიტომ რომ მაღალქუსლიანიდან ეგრევე დაბალზე წნევა იცი შვილო ამ იმის ცვალებადობამ კარგი იყოს სამი საშუალო ქუსლიანი კი 3 წელი იყოს მამართან აი მამა როგორი მზრუნველია ხო ირონია ხო არ გაცარდეს ადამიანს აი იყოს და 3 წელი გავაფორმოთ მოკლედ რა არ არის პრობლემა რა და გამრიგებელზე რა ვქნათ? არ ვქნათ. გამრიგებელზე არაფერი არ ვქნათ. რატო კაცო საჩუქარი არ უნდა? მაშინ ვქნათ. ხო, დოქტორ. კი ბატონო. ვაიმე, ამოიც ერთი წამით ჩატში რაღაც დაწერეს ეხა ჯგუფში. ვაიმე, დავწვავ, მაგ ჩატს ერთი დღე იქნება, დავწვავ. გიორგი, რა ხდება? რა უაბა? ანუ, ესე იგიო, რესტორნის ფული დაემატა კიდე. ანუ ბანკეტი ხო იქნება, ბანკეტის მერე მიდიან ბავშვები რესტორანში. ვიცი, ერთი წუთი კაცო, რესტორანის ბანკეტის ესეთ რესტორანშია რა აქვთ? ის არის ბანკეტის რესტორანი და მერე მიდიან მეორე რესტორანში, რომ ბანკეტი აღნიშნო. გიორგი, რა ვერ გაიგე? რა ვიცი, ვერ გავიგე. კაი, გავიგე, ხო. კი ბატონო, შევავსოთ ესე იგი. ხო. შევავსოთ ეგეც. ესე იგი, დიდი არაფერი სულ რაღაც 15000. ერთი წუთით ისა ჩატში დაწერეს ეხლა რო ისაურა. მომღერლებზე რა შვებითო წერენ, მაგრამ ჯერ არ არის პასუხი, იმიტომ რომ ველოდებითო. რას ველოდებით? ნახოთო ევროვიზიას ვინ მოიგებსო. ამ მასშტაბებზე გავდივართ, მამა გენაცვალა. ხო.
ბოლო-ბოლო რამდენზე ვარ დასული დამიანგარიში დავა და გავაფრთხილე. იცით რა, ის სულ რაღაც 15,000-ზე. 15 კაი ჟანდაბას იყოს 15,000 კი ბატონო გავაფრთხილოთ 15,000. არა, არ მორჩა. ექსკურსიის ფული. კი, ექსკურსიის ფული. კარგი, 500 ლარი ექსკურსიისას ბოდიში რა არის. რა 500 ლარი, დედა 500 ლარი რაში მეყოფა? არა, რამე ყოფათ 500 ლარი ექსკურსიაზე კაცო. სად მიდიხარ შენ? პარიზში მივდივართ, ვარძიაში კი არ მივდივართ 4 დღიანზე, პარიზში. პარიზში მიდიხარ ექსკურსიაზე? მაშინ რა ვქნათ, იცი ანა, ამაგენაცოლოს? მოდი დარჩი შენ მაგ პარიზში. მე მუშაობაც დაიწყე. იმიტომ რომ ამდენ ფულს მე ფიზიკურად ვერ გადავიხდი ბანკში, რანაირად გადავიხდი? ბოდიში რა $300 შემიძლია მაქსიმუმ მე რო გადავიხადო თვეში და გეხოცებით რა ეგრე დამიანგარიშეთ რა. მეტის გადამხდელი ფიზიკურად არ ვარ. გამოვაკლოთ ეს ახლა. ესე იგი, მე შემიძლია ესესხი გავაკეთო 35 წელზე. და თვეში მოგიწევთ $300. არის ცუდი რა გინდა. რანაირად არ არის კაცო, ცუდი ერთი წუთი. ბავშვი გამოდის 35 წელიწადში 52 წლის და რანაირად არ არის ცუდი. მე რა გიშვებოთ, აბა ერთი წუთი. ბავშვს აქ ერთხელ. იცით რა, ესეთი რაღაცა შემიძლია შემოგთავაზოთ, რომ გავაკეთოთ 58 წლიანი სესხი, ამ დროს თქვენი ქალიშვილი გავა პენსიაზე და თვითონაც დაგეხმარებათ გადახდაში პენსია. თან პენსიაც გაიზრდება. მაშინ მე მაწყობს კი თუ რა გვაწყობს. კარგი, გამაგარია, დიდი მადლობა. ერთი წამი ჩატში დაწერეს კიდე რაღაც. დავჭერ მაგჩად ერთი დღე იქნება. რა დაწყნარდი ერთი წუთი, წავიკითხო რას წერენ. ესე იგი, ბავშვები აუცილებლად მაიბახებით უნდა მივიდნენ ბანკეტზეო. ეს ვინ და? აიმე გიორგი სესხის დამატება გვიწევს. ბოდიში ერთი წუთი არა არის მოსაკეთ რა. მაიბახი რა, ჩემი პრიუსით რომ მივიყვანოთ. ბიჭო, რა პრიუსით უნდა მივიდეს ბავშვი ბანკეტზე, ხომ მოგვეჭრა თავი გიორგი? გოგო 35 წელი ხელფასიდან უნდა მომეჭრას $300 და ერთხელ თავი მომეჭრას. არ შეიძლება მივიყვანოთ პრიუსით, გეყვაწები რა მოხდა? გიხვეწები. კი ბატონო, მოკლედ. რაც რანაირადაც იქნება. ვაიმე, ჩატში დაწერეს კიდე ახლა. გამოდი ბანკეტის ჩატი, ხსა რა ქვია. დირექტორის საჩუქრის ფული და გავითვალისწინოთ. ხო, აუცილებლად. ხო, ალბათ ნანას, ხო, 1000 ლარი უნდა ნანას აუცილებლად უნდა უყიდოთ საჩუქრი. ხო, უნდა უყიდოთ. თან ისეთი კარგი ქალია. იცით რა, ახლა მე რასაც ვაკვირდები, ამ ხელათ ახას ესე ვერ გაიტანთ და მე უნდა ჩადოთ. რამე ჩავდოთ რა? მოვიფიქრე. აბა, მოვიფიქრე, მამიკო. ოქრო ჩავდოთ. ოქროს ვერ ჩავდეთ შენ. რატომა? რატო და შენი კლასელის დაბადების დღე რო იყო და საჩუქარი ხო უნდა და იმას. მანდ ჩავდეთ ოქრო, რაც ქონდა ყველა. მაშინ ჩავდეთ. ხო, ესე კარგი საჩუქარი კი ვუყიდეთ მაშინ. ვაიმე, შემიძლია ძალიან მაგარი რაღაც შემოგთავაზოთ ახლა. ხო, რა. თქვენ შეგიძლიათ სესხი აიღოთ ჩვენთან 65 ეფექტურ პროცენტში. ეფექტური კარგია. დიახ, ეს თქვენი ოქროები გამოისყიდოთ და ჩვენთან ჩადოთ და ორმაგად იხეირეთ. აუ, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. მამანა მაგარი გვითხრა, მა, ხო კარგია. ძალიან. თავარია შვილო, შენ იყო ეს ერთი დღე, ბედნიერ თუ დანარჩენი ცხოვრება, ჩემი კარგი გიორგი, კაცო. გჭირს მა. ბოდიში ერთი წუთი რა, ვამ რაღაცა ერთად უწყაპები. დიახ. თქვენ ჩემს ადგილას რას ეზავდით? იცით რა არის, ეს ყველაფერზე რო არ მეფიქრა, მაგიტომაც ასჩევქმენი ოჯახი. დაუშვათ ოჯახი ყავთ. დაუშვათ. წარმოიდგინეთ, აი მაგ დროს ასე ზოგადად ჩემს ადგილას პასადები. დავითი ბავშვს არ გავაჩენდი. დაუშვათ ბავშვით ყავთ. მაგ დროს რას ეზავდით? ბანკეტს არ გადავუხდი. გაქვთ ბანკეტიც, ბავშვის ბანკეტიც, გაქვთ ყველაფერი, მაგ დროს რას ეზავდით? სესხამდე თუ მიყავად ფეხებზე მკიდე მაქსირობაში მაინც არ გადავიხდი მაგდენს. მე რას მთავაზობთ? აი თქვენ შემიძლია შემოგთავაზოთ სესხი 45 ეფექტურ პროცენტში. ხო, მა. აი თეთა ახარ შემიძლია ღმერთო შენ მიშველი. კაი, ჯამში რამდენი გამოდის? ესე იგი, მე ვიანგადიშე და აი სესხის თანხა სრულად გამოდის 65,000 და ამას პლუს დაემატება 25,000 საკომისიო. ჩვენიერია. ძალიან კარგია. ერთი ზუსტი რა მა გოგო რა არის კარგია. 25,000 ლარი საკომისიო რა ამბავია არ გეწოდები? აი მე იცით რა არის 15 წუთია გიყურეთ და თქვენი ოჯახის წევრებს ადეცოდები და ჩვენ ბაქს უფეხებზე არ კიდიხართ ბატონო.
მაიმე, ჩვენი ბანკი ადის მეგობრული, სანამ გადახდას დაიწყებს. კაი, ნუ მოაწარე ხა. აი, განდაბას, ხო. ანუ მოვჩით ხო ერთ მომიწევთ. ერთი წუთით ბავშვს მოვჩით, მაგრამ რას ქვი ბავშვს მოვჩით კაც? არა, გიორგი, ესე ხო არ წავალ ბანკეტზე? არა. მართალია. ერთი წუთი რა, მართალი, არა, გიორგი, კაცო, კაბა მინდა. ფეხსაცმელი მინდა მე 3 წელი და მე ხო უნდა ვიცექვა შენ. მაკიაჟი და თმა მაკიაჟი, სოლარიუმი. სოლარიუმი. კი ბატონო, სოლარიუმი და დაღამართე. სამკაულები ახალი. სამკაულები ახალი. თან ბიჟუტერიას ვერ ხმარობ ხო იცი, რაღაცა ბრილიანტი ახალი, რამდენი ხანია არ ხონი. ადატებით არის ბრილიანტები და აი ბრილიანტი. დედა შილა ხო და მინდა ეგეც დამათვალიერებინე ხო? ერთი წუთი გაჭერდით ახლა ხალხო აქ. ერები მომყარა რა ხაიყოთ ხალხო რა. მე გავდივარ. ერთი წუთი რა ხდება კი არა სანამ აქ შემოვიდოდით. გარეთ მატჩის ბიურო არის. თამარ გელოდები ხელი უნდა გავატი. რა ხელი უნდა ასეთი ოჯახი მინდა და მარტო რა ხომ მამა არ გავიგონო. კაი, დაუშვი დაანებე, თავი არსად წამსვლელი არ არის ეგ ხო იცი. თქვენი პირადობა კაი, მოდი ალბათ გავაკეთოთ რა ის ჩემს სახელზე. მეუღლის პირადობა. ხო, ეგ მომეცით, აი ეს ჩემი პირადობა. მოდი დავიწყოთ შევს. მაშინ მოდი ისე თქვენ პირადობა გავხსნათ. ფლირტი და ქალის ქმართან. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ. მართალია ჩვენ ერთი კვირა არის რაც ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ დღეს აი ერთად ვართ და დღეს ვარ უბედნიერესი. ვიცი შენ რომ თაფლობისთვის არ გინდა, ქორწილი არ გინდა, უბრალოდ ნიშნობა გსურს, მაგრამ მე მაინც ბედნიერი ვარ. მიყვარხარ. მადლობა. არაფერს. მადლობა. ანუ მართლა ერთი კვირის გაცნობას ცოლად რატომ მიყავდა? მოდი. მიზეზი რა არის? რა, ვინ? პუტკუნა, შავგვრემანი, მაღალი მიზეზი მოვა თათიასთან ერთად სულ მალე. ეხა არ გადამარიო. გული ცუც მიგზნობსია. თათია და გიო დაპატიჟე? მოდი შესწორება შევიდან, კარგი? უფრო სწორი იქნებოდა მიშოს, იმიტომ მიყვები ცოლად, რომ გიო და თათია დამეპატიჟებინა. მამაზი ვარ? მიყვარხარ. გილოცა ძალიან გამიხარდა. მახვედი გიო? ბედნიერად იყავი და აი ყველაფერს მართლა საუკეთესოს გისურვებთ. მოვედით. და თათია მოვედით. ისე გული არ გწყდება, ეხლა რა ჩემს გვერდით შენ არ ხარ? ცია. აქ ვარ. და გული არ გწყდება, რომ ესეც აქ არის? რა ხდება? რა არის გიო რატო გაჩვენდი? რა უპასუხო? ანუ აქ ვარ ცია გილოცა. რა რაღაც ისეთი. ვაიმე გიმოსალოცად მოვედი თქვენ. მადლობა გიო. მადლობა. გიო რა ხდება ცია? ულოცავ თათი რა მოხდა? ულოცავ ეს ახლოდან მე რა ვიცი. ხო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. კარგი, თათია, გთხოვე ხარ ჩამამწარო, არ ჩამაშხამო საყვარელო, იმიტომ ჩემი ნიშნობა. მოგძანდით, დასხედით, დაბძანდით, ყველა დასკვნით თქვენს ადგილებზე. მოგძანდით, აბა მითხარით როგორ მოგეწონა ჩემი მიშო. რა ვიცი, ერთი შეხედვით სასიამოვნოა, ძალიან კარგი ბიჭია და უხდებით ერთმანეთს. თან შენთვის არ მიკითხავს. გიო, მოგეწონა მიშა? კი, ძალიან უხდებით, ძალიან საყვარელი ბიჭია, ერთი შეხედვით, მე უფრო კარგად გავიცნობთ ერთმანეთს. ხო. აუ, ისე შენი აზრით მიშა უფრო მიხდება თუ გიო? სისულელებს ლაპარაკო, კონკურსი გამოცხადებული თუ რა არის? საქმე არ ყავს. ვინ არის საქმე? კაი, რა ხა ეგრე ოფიციალურადაც არა. თან ხო იცი რომ ჩემი ორგანიზმი იმსახურებს საუკეთესოს.
ანუ მის გულის ორგანიზმი რო საუკეთესო სიმსახურებს ცოტა ვერ ხვდები რაღაცებს. აუ, თათია. გეხვეწები, ეხა ნუ ეჭვენობის სცენები და რაღაც სიბანძეები გადადე გვერდზე, კაი? ხო, საყარელო, ანუ უბრალოდ თქვი ზოგადად რო საუკეთესო მეკუთვნის. და ანუ შეხედე გიოს და რა ვიყო მე რამდენად ხდება ეგეთი რაღაცები. შენ რატო ხარ გაჩუმებული? კარგი, გეხვეწები რა. თათი გეხვეწები, რა ვთქვა? კაი, ხო მოგეწონა, მიშო? კი, ძალიან კაი ბიჭია. კი, მართლა კაი ბიჭია. გიოს მსგავსად შავგვრემანია. გიოს მსგავსად მაღალია. გიოს მსგავსად ცოტა პუტკუცაა. ანუ იცი რა, გიოს რატო ადარებ ცია? ანუ გიოს რატო ადარებ? ანუ კარგი ბიჭია ხო, მაგრამ ანუ გიო რა შუაშია ცია ახლა შედარებას ვიმიკეთებ. თათია ძალიან ხო. არ ვადარებ, იმიტომ რომ გიო არის შეუდარებელი. კი, გიო შეუდარებელია ჩემთვის, მაგრამ შენ თან შუაშია. მოვიდა. ხო, კაი, დაწნარდ. ხა, მოდი ვიქეიფოთ, ხო? ვიქეიფოთ, გაერთეთ, მიშო, თათია, ესაუბრეთ ერთმანეთს. გიო, მოდი რა გულწრფელად მითხარი, ახლა გულზე ხელი დავიდოთ და ისე მითხარი, ანუ ბედნიერი ხარ უთხოვდები? ადექი ფეხზე. აიმო, კი. მოდი ჩემთან რა. რა თუნდა ფეხზე ადგომა გითხარით? ბუს, მოდია. რა თუნდა მოსვლა? ბუს. ჩემთან. კაი, მოდი უცბად, გულზე ხელი და ბედნიერი ხარ უთხოვდები? რა თქმა უნდა, ჩემი ცოლის დაქალი რომ ბედნიერია, მიხარია ძალიანცია. გიო. თუ გინდა ამას გავაგდებ ამ ბანჯოს. და თუ არა და შენ შეგიძლია მითხრა, ზუსტად 3 თვე გავყვებით ცოლ და მე დავახვევინებ. რავი, როგორ ჩვენ მეტყვი, მოვერგები შენს გრაფიკს. გიო! შენი ის არის რა? გიო! ხო, თათი, ხო? ანუ გიო! რაიმე, თათი? გიო, რატო ჩურჩულები ციას? ხოიმე, თვითონ მე ჩურჩულებოდა, თათი და მე ჩურჩული თუ ხარ. ხო, მაგრამ გიო, შენ რატო ჩურჩულები? მე რატო არ მეჩურჩულები ხოლმე მასე გიო? ჩვენ არავინ არ ყავს სახში, თათი, მესმის, ჩვეულებრივად რა საჭიროა? ხო, მაგრამ საწაში მეც მეჩურჩულები ხოლმე და შენ რატო არ მეჩურჩული? უფლება არ მაქვს, რომ ჩემი და ქალის ქმარს მეჩურჩულ. რატო არა? ანუ მე ვარ დამნაშავე ხო? ანა მე საშინაოდ მეკცევით. მოდი დავლიოთ, ხო? დავლიოთ მეგობრობის სადღეგრძელო დავლიოთ. ისა მიშო თქვენს რო დამისხათ, ხო? მეგობრობის სადღეგრძელო დამისხათ. სიყვარულის სადღეგრძელო დავლიოთ, ხო? დავლიოთ, აუცილებლად და მე მინდა რომ ვახტანგური რა არის? ვახტანგურიო. ანუ გიოსთან მინდა მე რომ ვახტანგური. მოკლედ დღეს არის ჩემი ნიშნობა და მე ვისთანაც მინდა იმასთან ერთად დავლევ ვახტანგურს, გიო. გთხოვ. მე და შენ ძვირფასო. გიო. გიო რატო? ვახტანგურიო, თათი და სიყვარულის ადგილზე ვახტანგურას დავლიოთ და ხო, მაგრამ გიო რატო ადექი? ანუ ვახტანგურს რატო სოციესთან ერთად? ხოვა, თათი, ადამიანმა ვახტანგური დავლიოთ. შენ რა გინდა რომ ვახტანგური დალიო? რავი, ვახტანგური დალიო. შენ რატო ვასვა ვახტანგურს? რავი, თათი, სად ვიყავით ბოლოს ერთად რა ვახტანგური ხო, მაგრამ გიო, შენ ხო იცი რომ ვახტანგურს და მე სამჯერ უნდა აკოცოთ ერთმანეთს და რა მოხდა, თათი, ვახტანგურის გადაკოცნას რა უჭირს? რა მოხდა, გიო, რა რატო? ტრადიციაა, თათი, ჩვენ სადაური გიო. სადაური ტრადიციაა. არა იყო ვახტანგური, თქვენ არ გაქვთ პრობლემა ვახტანგურზე? ვახტანგურს სადღეგრძელოს დავლებ, თათი და მე სამჯერ გადავკოცნი გიოს, რა მოხდა? აი ამ რბილ ლოყებზე ვაკონცებებს. რა მოხდა ადამიანო? აი მე ჩვენება რა მე, მაგრამ კინოში წადით რა. აი ადექი და კინოში წადით ახლა შენ და გიო. გიო, წამა. წამა კინოში წავიდეთ. სად მიყვები გიო? შენ და რო თხარი, გოგო კინოში წადითო? ხოთია რა გინდა გამაგებინე? გიო, ერთი ციტყვის მასალა თქვი ეგ რო კინოში წადითქო და შენ რატომ მიყვები გიო? შენ მითხარი, თათი, კინოში წადითო? შენ ერთად რატო არ მიდიხარ კინოში? რავი, თათი, არ მომყვები კინოში. დაპატიჟე გიო და რა დაპატიჟება, თათი, ვერ ხვდები რა. აუ თათია, გეხვეწები, შემეშვი რა დღეს. რა ხდება ბოლოს არ გამაგებინეთ, ა? რა ხდება? რა არის გამაგებინე? რა გაყვირებ შემოძმო, შენი და ციაკოს ნიშნობაა. მაგაზი არ მომობ, ჩემს თვალებს რატო უჯუჯუნებ? მე რას უჯუჯუნებ, შემოძმო, ვის მიჯუჯუნებს? ჩემი ცოლი გიჯუჯუნა. ო, მაშინ რა ვიცი, ბაჭეთი გიო რა. რავი, ჩემი ცოლი თუ. ცია თან წის და ჩემ გიოს რატო უჯუჯუნებ თვალებს?
აუ თათია გთხოვ რა ბუჟუჟუნებ თვალებს არა ის გეხოცები გადი ჰაერზე ცოტა ხანი რა ღრმადი სუნთქე ჰაერზე გადი განიავდი ცოტა რა გიო წამოდი ჰაერზე გამომყევი რა გიო დაჯექი გიო რატო დაჯექი რავი დაჯექიო თათი და ხო მაგრამ მე ხო გითხარი ჰაერზე გამომყევი თქო და რატო დაჯექი ხო მაგრამ ხომ მოყვებოდი მე და ცია კომიტრო დაჯექიო თათი ხო მაგრამ მე ჰაერზე მინდა გიო შენთან ხო მაგრამ მე იქნება დაჯდება ერთი წამი ხალხო რა ერთი წამი ნუჭყბოთ მე გავალ ჰაერზე ხარა გინდა შენ დაჯდო ერთი წამი რა ხო რა ჭირდა მართლა რა არის თათია დავიხალე ადამიანო რატო მაშხამებ ჩემს როციოს ანუ რატო ბიჭო დაქალის ქმართან რა მოხდა რა უთხარი დაჯეგიო ხო მაგრამ მე მინდა რომ ჰაერზე გამომყვეს ქმარი აუ ერთი წუთი ეხა რა ერთი წუთი დამშვიდდით დასხედით ყველა მიდი მიშო ანა რა ხდება თათია არაფერი ყველაფერი კარგად კი დაჯექით და გავაგრძელოთ დავლიოთ მეგობრობის სადღეგრძელო ხო შეიძლება რომ დავლიოთ აუ დავიხალე რა მართლა დავიხალე არ დაიღალე ცია მოდი დავლიოთ რა დავლიოთ მეგობრობას გაუმარჯოს გიო მეგობრობას გაუმარჯოს და სიყვარულსაც ხო მაგრამ მე ვარ შენი მეგობარი ჯერ სანამ გიო გაუმარჯოს აუ ისე ვინ გასინჯავს მე გავსინჯავ აი ხო ქშია ვინ გასინჯავს გიო უცბად შენ დაგინახე შენ ხარ გასინჯავ რავი ავტომატია რატო გასინჯავ გიო რავი წითელი მხარი მიყვარს თათი ხო ის და გავსინჯავ რა პრობლემაა გიო შენ წონ სატო გასინჯავ მიყვარს წითელი მხარი თათი ადამიანო და მოდი ბუ მოდი ეს შენ რა გინდა გარო ეს ჭარხალი გასინჯავ გიო რავი თათი ხო იცი რომ ჭარხალი მიყვარს მე როცა გასინჯებდი ჩემგან რატო არ გიყვარდა გიო ახლა შემიყვარდა ჭარხალი არ ვიცი აი გასინჯე გიო აღარ მინდა არა გასინჯე რატო ადექი ფეხზე გიო თათია რა პანიკა ანა მოიღე რა ხო არ მეჩვენება რაღაცები ეს თითი რას ნიშნავს ამის საფრთხე სამავიწყა რომ დამედო სუფრაზე ანუ თქვენ არ გაწუხებთ ეს რა აუ ჭარხალი თითი ჭარხალი გიო რა ხდება უსა აი აქ რაღაც გაქვს უსა ვინა რაღაც გაქვს სად აი ტუჩთან აი კიდე მოგწმინდა ანუ აი ამოწმოთ მე მოვწმენთ კაცო არა შენ რას მოწმენთ კაცო არა მოვწმენთ შენ გიო აი მაჩვენე ხალხო არ მინდა არაფერს არა ერთი წამი გეხოთ ანუ აი ერთი წამი მე მოვწმენთ შენ რატო უნდა მოვწმენთ გიო მე მოვწმენთ მე მოვწმენთ შენ რატო უნდა მოვწმენთ შენ რატო მოვწმენთ როცა მე აუ მე მოვწმინდე მე თამომწმინდე ხო შეიძლება აი ერთხელ მომაშორეთ ვიღაცამ რა მადლობა და ჩამიშხავეთ ხევანთა იწყე აღარ მინდა საერთოდ არაფერი დაახავიეთ ყველა შენ ნაგავო აი მე რატო ანერვიულებული წავიდა ახლა გიო რატო მიყვები გიო რავი ანერვიულებული ხო ნერვიულობ და ჩემთან რატო წამოდი შენ თათი წამოდი შენ ცუამე რა ხდება შენ ხდება გიო ანუ ტყუი რამეში გიო აქ რაღაც მართლა წავალ ჩამოვიბან დებილია მართლა ეს შობელცარხალი რა მე სია შურიანი მეზობლები იმინა ეზოში დაბრა დომინოს თამაში ვერ ისწავლა. ვერ ისწავლა. მიდი ბიჭო, მიდი, შენ თუ არ გატირო, ეხა განახი, რავი. დავაი. შენ თუ არ გაკისრები კიდე უდები. დუშაში ყავს? რავი, არა. არა, ყავს. თუმანი ძმაო, თუმანსკი ზავოდი მინიშდანავა, ჩამოვიდა თუმანი. მიდი. ჰე, მიდი უნდა გატირო, ბიჭო, შენ ცხარეც. ჰე, მიდი ახლა ჭადრაკია თუ რა არის? მიდი მალე ქენ ათუნა ფიქრი დომინო შეჭება. შუაშია ჭადრაკი, ბიჭო. უნდა თუ დაფიქრდი რაღაცა. შენ აიყო შეჭება კიდე ჯერ დილას, აღამობდე ხომ და მივიდეს ეგრუდი ძმობას გაფიცებ რა. კაი, ბიჭო, კაი, ნუ გამიბურგე ტვინი, შენ გამიგე რომ შენი ფულითაა ნაკიდი, ხო ჩამყვა ყველა ჭიქაში მე რა იყო? რა იყო რა შუაშია ეს. აი, ბიჭო, რაზე ჩხუბობს? წადი ბაზარში ყავს ბეში? 15 ძმაო ეგეც. ეს ნახე ვინ გაიჩნდა. მეტა სად მიდის ჩემში? აუ ეს სირბანჯო ეს. გაუმარჯოს! აი შე.
როგორ ხარ მაგრა აი ჩვენ თამაშობთ რა სადმი აბაჯაღლო სადმინი საწავა ეხა საყვარელთან მიდის შეჭა კაი მართლა ბიჭო კაი ანგელოზივით სულშვილი ყავს და რანაირად ღალატობს ბიჭო ვიღაცა ბებერი გაითრია ბიჭო რა ხვდები და ისე რა ეს აქედან იზეკინა და რაღაც ეთყობა არის შემიეგი მე რანაირად ღალატობს ვერ ხვდები ის გამო რა მოვას გავიცემ 4 საყვარელი ყავს შე ბიჭო ნორმალურად 4 საყვარელი მყავს მო საჭმელი ჩემზია, კომუნალურები ჩემზია, ძმაო, ჩაცმა და ხურვა ჩემზია, ზამთარში მთაში დასვენება, ზაფხულში ზღვაზე დასვენება, საზღვარგარეთ წასვლა, ყველაფერი ჩემზია, ძმაო, და საყვარელი აღარ გავიარო? ეს დრემესია. არა რა, არ გავიარო ვეგი. რა იყო შენ კიდე რა ვარ დარია დაისხირა ეგლუდი რა. დარია, ხა, ჩემი ჩენდა. რავი, საღამომდეო კიკივი ხარ და აქ. ბიჭებს გაუმარჯოს, ბიჭებს, როგორ ახართ? ვაშე გენაცვალე, გაუმარჯოს. გენაცვალე, ძმაო. ზაროში. ეხლა შორიდან რო გვესალმებ, ახლოს კი არ მოვა ბიჭო. ყველაზე სირია უბანში ძმაო. რა ენაღლება ჯეჯო, იცი რა ფული შოვა? იცი რა ფული შოვა? მეორე სახლი იყინამ ამანდო. აბა ბიჭო. და პრადოთი დადის და რაღაცა შორიდან ჩაუჭებს და გაუმარჯოს ბიჭო. დავი დაახვიე ბიჭო. მაგის ნაკისები რამე გახსოვთ შეჭი? არა, რა ნაკისები. უცარა იმას იქის. ხოდა მოდი ამ ლური მაგას გაუმარჯოს. ახლა დანაც გამარჯობა ბიჭებო. ვა შენ რა ვახარტო ხო რა ვიცი ბიჭო დაგინახეთ აგერო ლუცავდი რა წერა ვა ლუდი მოგვიტანე და ხო რა ოქრო კაცი ხარ შემოგიო ჯიგარი ხარ გაი მაგრას კი რამი და იცი რომ კითხო ეგ პრადო ბევრ წვავს ისე შენ რო პრადო ხარ ბიჭო რავი ისე რა მაგრამ ცოტა გრუბი მანქანაა რა გრუბია და ჯერ უკეთესი ჩემი ფანეზე გევლოს მო გვიხარია რავი ყოველდღე მანქანა ხარ მაგრამ ისტორდება შემოგიო გასასვლელი ვარ რა სამსახურში ვარ უეჭველი გასაქცევი თორე თქვენთან ერთად საიცვა სამსახურში უნდა გავიდე უეჭველი რა დავა გენაცვალე ბიჭებო გაიქრო დიმედი ძმაო გენაცვალე შენი ნახიან ერთი ბოთლი ლუდი მოიტანა ვითომ ის ნახე ბიჭი ბოლოს დააკვირდი ბიჭო რა თქვა ბოლოს დააკვირდი რა თქვა სამსახურში ვარ გასასვლელი ანუ მე მუშაობ და თქვენ უმუშევრები ხართ რა და მთელი დღე დომინოს რომ თამაშობ რა ვარ სირბანჯო ეს ეს ვინმე ახალი მეზობელი გადმოვიდა თუ ვინ არის ეს ვინა ბიჭო აი ეს ახალი მეზობელი არის აშკარად აბა ვინ არის ხო ეს ახალია შეჩემ ეს არის შეჩემო თემურა ეს ბიჭო მოიცადა თემურა ეს თემურა ვინ თემურა შეჩ თემურა შეჩემო თემურა მესამეზე რო ცხოვრობს ბავშვობაში ბურთი რო აქონდა სახში ვარ გვიტა ის თემურა არის რა ფული იშოვა იცი იმენა სახლი ბინა და რავი 1000 რაღაცა ხანდა ომი თემურა მაგდენი ფული იშოვა ძალიან ბევრი ზაო თემურა არის იცით ბიჭო თემურა ბიჭო იმინა შურიკა სათვალები რო დადიოდა ბავშვობაში ბიჭო სკოლა რო დაამთავრა იმაზე რომ ფრიადოსანი რო გახდა ხო ეგ მე მამამისა ოქსფორდში გაუშვა ზმაო ოქსფორდი დაამთავრა და მე სადაც ლონდონის ბირჟაზე დაიწყო მუშაობა ხო სუფთა ძმაო კი და შეხედე რამა უნდა დადიოდეს ეგ ამ მანქანით ნახე რა მანქანა რა მანქანა პოცა შეხედე სულ ახალი გამო თვეში ერთხელ მანქანას ყიდულს ჩახი ეს და მე უნდა ვიარო კიდე რაღაცა დაფეხული პრიუსი და ეს ვატარო კიდე თო რა გიჯო ვიზია რას ამო არა პოსტო ვატარო მეთქი რა ის სიტყვას მოვაყოლე ხარ აი გამომეკიდე ხარ აი იყო ხო არა ნერვები მეშნება მართლა რა მანქანა ყავს იმ სირს შეხედე ვა შენ გენაცვალე გაუმარჯოს ახალ მანქანა დაგიდია შენ გენაცვალე რა ვახარ უსაყვარ გენაცვალე ძმა ჩემი ბავშვობა ხართ ბიჭო როგორ შემოგივი ძმაო შენ გენაცვალე ეხა შენზე ვლაპარაკობდით იმენა რა იმენა შორიდან გეფერებოდი შენ გენაცვალე ძმაო რა შვები როგორ ხატო კარგად ძმაო კარგად გაიხარე რა საკეთებ რა ჩავიჩო მუშაობდა რამე ხო კი ხო მუშაობ ხან აკეთხან ხან უცხოეთში ხარ ხო ეგრე რა დამღლელია მაგრამ ეგრე ჯიგარი ხარ ძმაო რა ჯიგარია ძმაო წავა კაცი რაღაცა თავისი შრომობს თავისი წვალოს ოჯახს ინახავს ძმაო და რა ვიცი და ლუდი ხორდაკის არა მადლობა ძმაო რა მადლობა გასაქცევებმა აბა აი ჯიგარი ხო ხედა აი მოგრევე მოვა რამე ხო არ გინდათ ბიჭებო რა იმ კი არ გავს იმ გოგიტას ხო მესამე სართულზე გოგიტა სუფთა გიჯდა ის მანქანა ბიჭო რა 15000 რა ანუ 15000 გადაიხადა ხო ქეშად მივეცი აი ეგრევე ამოიღდა ანუ ქონდა ხო 15000 ეგრევე ბანკი და რაღაცა ეგრევე არა პირდაპირ ხო მივედი და ვიყიდე რა ხო რამე ჭირს მაგ მანქანას ისე რაღაც არა ისეთი არაფერი რა არაფერი არ ჭირს ანუ არა ანუ ცენტრიდან გამოიყვანე დარტყმული იყო ხო დარტყმული იყო
არისო დარქმული. არა, დარქმული არ ჩეულებრივად ახალი მანქანა. ანუ ცენტრიდან გამოიყვანე? ხო, ანუ ჯერ ცენტრი დაიტბორა და მერე გამოიყვანე მანქანა? თუ არა, არ დატბორილა, მივედი ცენტრში, ქეშად მივეც ფული და წამოვიყვანე რა. მაგათ ძრავზი აქვს პრობლემა, უეჭა 150 ვეღარ გამოხარ იმათ სუპროფილაქტიკებს უნდა იაროს. არა, ძმა, შიდაწვის ძრავა საერთოდ არ აქვს ელექტროა ვაფშე. ელექტროა. არა. ვაფშე ელექტრო. ანუ ბენზინის ფულს არ იხდი, ხო? არა, ხო, არა აქვს ხა. ბედის დედა მე კიდე ამ პრიუსით უნდა ვიარო. გიოცავ, მაგრამ გიოცავ. ი თუ რა? მე მას უწვანეზე გატაროს რა და მაგრამ რატირით? სიხარულის წევრები ესე გამოხატავს. გენაცვალე. კაი ვასკა დამშვიდი შენ გვაცადე სიხარულს. მაგრამ მიყვარხარ. გენაცვალე. ბიჭო, ერთ თხოვნა მაქვს, აი ხა სახში გავიქცევი უცბად და რაღაცეებს შემოვამატებს უფრასო, ერთი ჭიქით რა დავლოცოთ. კაი, არა. ყველაფერი გვაქვს. ლუდი ხარ, რა გინდა? ჩამოვიტა რაღაცა და ბიჭო, არ გვინდა. ეს იმენა ადრე როგორი იყო ისეთია, ხო დარჩენი. აზე ხარ ბიჭო, ტიპა რა მაყუთი იშოვა ჩემი. პოსტა იკაიფებო. და მე კიდე პრიუსით დავდივარდო. ამას სოლი ხო აღარ აქვს. ბიჭო, არ გამიგია, მაგრამ ეს ისეთი მანქანიტადი შეიძლება თავის თავთან ღალატობს სოლიზე. მაგარი ყვაჭი. რა ჩამოიტანი შეზობას გამიძებ რა ჩამოუცხოვრებ ჟამი ჩამოუტანი ახლა ჩამოი წავიდა ვითომ ახლა რაღაცა იკის მოიწე ხარ თქვენ ასელოდებით რა უნდა ჩამოიტანოს ბავშვობაში ბურთი არ ჩამოქონდა ზეიმოდა სუფრა ჩამოიტანს ბიჭო ვაფაგიზდით პედოელებს ბიჭებო აი ვაშე შემოგივი ხტები შებოლილი ქაბაბი ზავდა ხაჭაპური კაი ზავ არ შეგენაცვალე იმინა არ გაიცმა რა აუ მაგარი იგარია გენაცვალე ვისი ხორცით არის ეს მაგარი საქონლის ხორცია აუ შენ გენაცვალე ზავ აი ხო ვამბობდი ძმაო ჯიგარია იმას კი არა გოგიტას კი არ გასო მესამე სართულში სუპერ პიტალო ძმაო იმინა ჩამოსხმა არის თავიდან ბოლომდე ძმაო იმინა სიგარეტზე არ დაგმატი იმინა მაგარი გოიმია წუწურაკი გოგიტა მესამეზე რო არა გოგიტა ბიძა ჩემზეა ხო ბიძა ჩემია გოგ მესამეზე რო წავს ბიძა ჩემია არა კაცო მესამეზე კი არა მეთქი კაცო მესამეზე კი არა მესამეზე კი არა მერვეზე რო არის კაცო მერვეზე რო არის ისა რა ქვია მერვეზე საკალი ჩემში გოგიტა კი არა დავითა მერვეზე რო არის ტრაილერები რო ყავს იმინა ნოუნობორეს ძმაო მაგარი ბიჭო დავითა ბიძა ჩემია ბიძა ჩემზეა ხო მერვეზეა ბიძა შენი ой, ხო მერვეზე ტრაილერები რო ჩამოყავს. მოიცა მერვეზე რო არა კაცო ამერია რა მერვეზე ტრაილერები კი არა კაცო. ჩვენ წინა კორპუსში რო არის კაცო. ხო, იქ მაგარი. მე-16-ზე ჯემალა მე-16-ზე. აუ, იმინა წუწურაკი ძმა უსინდისო კაცი. ფული წაიღო ჩემგან და დღემდე არ მოუტანე. არი ძმაო თუმანსკი ზაოდი მინიშნანო. მე-16-ზე, თუ რას ამბობ? მე-16-ზე ჯემალა მე-16-ზე. მე ვარ ბიჭო ეგ და ვიზე რას ამბობ? არა რას ამბობ მეთქი თქვი ბიჭო მე ისა რა ქვია აქ ცხენი ახლა შენ ვაფშე ბიჭო მანჩესტერმა რა ქნადობას გაფიცებოს და წაღო და მაგათი დედა მენა შეზოვას თუ სავალ გასაზრდელი ბიჭო გასასვლელი ვარ უბრალოდ ძალიან მიხარია ხა და ყველაფერი შეგარგოთ ღმერთმა უბრალოდ მეუღლემით ხა ბავშვი ვერ გამოყავს ბაღიდან და მე უნდა გავიდე კი გენაცვალე მოგითხა ძმაო მაგრამ შენ შემოგივლე მაგრამ გენაცვალე მადლობა ძალიან დიდი და кайხარით ძმაო რავი და მოდი მე მინდა რომ დაგლოცო ძმაო შენ მე მინდა რომ მოგილოცო ეს შენაძენი და სუმწვანეზე გილოცმაო და სულ ახლების და ახლების ყიდვაში და შეძენაში და სულ კაი ამბებში ძმაო შენ მოგილოცავ ძმაო შენაძენს кайხარით ძმაო მადლობა ძალიან მეც დაგლოცავ ძმაო და რა ვიცი რა ვინ შენ ძმაო ცუდი თვალი შემოხედოს და შენი შეშურდე ძმაო უბანში და ეზოში მაგათი ვაფშე დედას ისა ბიჭო რეალის თამაში როგორ დამთავრდა დობას გაფიცე მაგათი მაგანაცა ბიჭო რატო გეწყინებოდა შემოგივლე გავიქცევი ახლა მე და თუ რამე მანქანა დაგჭირდეთ აგერო არა მე პრიუსი მყავს ზო პრობლემა კი არა ბიჭო გენაცვალე ძმაო გაიხარე ცოლს თუ ჭირდება აბარა ცოლმა აბარა აუ იმინა ცოლის ჩმორია
სოლმა იკაიფე პროსტა რა სოლმა რაღაცა დაუძახა რაღაცა ეგრევე გავარდა რა ბაჯაც იყო ბაჯა დარჩა რა რას მათხოვ შენ აბო მე მგონი სული გეძახს გურა ხო რა იყო ჯერ ერთი ტონს დაუწიე და დროზე სახლში ამოეთქვე პური წამოიღე მეორე დაღარ დამაძახებინო ხო გაიგე ხო შედი რა ქალო რა სახლში რა ვისი თამაშია? ჩემი? ბიჭო, მოდი რა შემცვალე რა, ყოსა გავალ რა, 2 წუთი გავალ და კი, ძმა, აბა რა. მოვალ რა ისეთ პონჩი რო. მიდი, ძმაო, მიდი. აუტანა პურს რა ხო ხტები რა და ვინია ვარ გავალ. მიდი, დავაი. ლუდი არ გინდა შენ წაი. არა, იყოს. დავაი. რა? ბიჭო, რა არის? არა, დიგა დამიწყეთ რა, ეთელმა დაუძახე. ხო იცი ძმა, ხარ შენზე რა უნდა ვთქვა? ეთელმა დაუძახე, ავიეთ ციკადერე, ვინე ჩმორიდა რა. არა, ძმაო, იმენა ჩვენი ძმა ხარ შენზე რა უნდა ვთქვა? შესირო შენა უიმენა მაჩარკა სოლმა ეგრევე თქვა ცეთი და როგორი მაჩარკა მომეს მათურ არ თქვი არაფერი? კაი, ვასკა შენზე რა უნდა ვთქვა? არა, ძმაო, ჩვენი ძმა ხარ მეთქი ხო იცი? შენზე რა უნდა ვთქვა? დავაი, მიხედე ძმა. მიდი, ძმა, დაწვილი პური, ძმა, დავაი. არა წენინო ცოლს. აუ, ვინ არის იმენა? გამაგიჟე, ძმაო, მოზი. სოლი კი არა, დავაი. მოიცა ერთის რაიმენა ცოლების შემოსევა თუ რა იყო ბიჭო ახლა მოუნდა აი რა გამიტა ბიჭო არ გასწია დომინოს თამაშს მიდი უპასუხე არა უშავს მიდი ხო საყვარელი გაირეცხა ამოვალ და გავფენ შენებს სალკი გავფენ ჩემებს სალკი გავფენ ეს სიყვარ ხარ დავაი ეს იმენა საქმე არა რა სიზავ ძმაო ბიჭო რა არის რა მამა უნდა ავიდე რა მე კაროჩე საკეიფოთ მივდივარ საღამოს რა საქმე და ცოტა დავისვენო რა არ გაგიტყნეს რა პროსტა ა მოიცა საკეიფოთ მიდიხარ და ანე ხარო დაისვენო ხარ რა მაგ პონჩი რა ხო რა პროსტა მიჭინდებაო მე მიდი რა გენეცო დავაი ძმაო დავაი მიდი ლუდი წაიღე შენ თუ გინდა ძმა აი წავიღე ხო ჩამოსვლელი აღარ ახარ დავაი ძმა ვაი შეყლ სა რა უბანში ვარ სადავა რა მინდა ამათთან ერთი მაიცა 400 დაურეკო ალო რა ვახარ ოთარ გენაცვალე ძმაო რა ვახარ რავი ბიჭო რავი მეც არ ამიშავს ხო ქვემოთ ვიყავი აქ სირრებთან ვიყავი ამათთან ჩამოსული რაღაც დომინო ვეთამაშე კი ძმა კი ბიჭო მომისვინე მან ხარ სასტავი ბიჭები ხო კაი ძმა დავაი მაშინ მანდ გავიჩიტები არ დაიშალოთ რა დავაი ძმა და უეჭველი გავიჩიტები დავაი აუ შენც მაგარი სირი ხარ მაგრამ რა ვქნა პროსტა